მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შექმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მქონდა საუბარი თუ რატომ შევქმნი ეს არხი, თუ რა საქმეს ვაკეთებ, რაც ამ არხის შექმნის მიზეზი გახდა, რადგან ცნობადობა გამეზარდა, როგორ დავიწყე და რა გეგმები და რა მიზნები მაქვს. დღეს მე ვისაუბრებ სოფლიოში გავრცელებულ ორ ბიზნეს მოდელზე. პირველი ეს არის ტრადიციული ბიზნეს მოდელი, კლასიკური ბიზნეს მოდელი, რაც ყველასთვის ცნობილია და მაგალითს მოვყვან ესე მაღაზიები მუშაობენ ასეთი მოდელით. ტრადიციული ბიზნეს მოდელი როგორ გამოიყურება? ყავს წარმოებელი, შემდეგ ყავს შუამავალი რგოლები, დისტრიბუტორი, საბითუმო მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე, პროდუქტს აგრეთვე უკეთდება რეკლამა და შემდეგ მიდის მომხმარებლამდე. ყოველი შუამავალი რგოლის გავლის შემდეგ და რეკლამის გავლის შემდეგ თანხა იზრდება. დაუშვათ თუ მწარმოებელთან ღირდა 10 ლარი პროდუქტი, ყველა რგოლის გავლის შემდეგ მიდის მომხმარებლამდე 100 ლარად. ახლახანს მე ვახსენე რეკლამა და ტრადიციული ბიზნეს მოდელები იყენებენ ცივი რეკლამის ტიპს, რაც გამოიხატება ბილბორდებში, სხვადასხვა ტელევიზიებით გაშუქებულ რეკლამაში და სხვადასხვა თანამედროვე საშუალებებით, რაც გადაიცემა. ცივი რეკლამის საშუალებით ხდება პირველი მომხმარებლების მოზიდვა და სტატისტიკურად ეს არის 5%, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს 5%-ზე მეტი ხდება ხოლმე. და რატომ ხდება ახლა ასე? როგორც უკვე ვთქვი, ტრადიციული ბიზნეს მოდელები არიან ორიენტირებული პირველი მომხმარებლების მოზიდვაზე. შემდეგ ეს მომხმარებლები, როდესაც კმაყოფილები ხდებიან, ისინი იწყებენ თავის დაუნებურად რეკომენდაციების გაცემას. ჩვენ ადამიანებს გვიყვარს, როცა რაიმე მოგწონს, როცა რაიმესგან ვიღებთ სარგებლას, ამის შესახებ რეკომენდაციების გაცემა. გულწრფელ რეკომენდაციებს გავცემთ და საერთოდ ფსიქოლოგები ამბობენ ესეთ რამეს, რომ დღეში ადამიანს 3-დან 10 რეკომენდაციამდე გასცემს. თქვენი თავები გაიხსენეთ, თუ რამდენჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როცა რაღაცა მოგწონებიათ, რაღაცისგან სარგებელი მიგიღიათ, დაგიწყიათ გულწრფელად საუბარი. ვიღაცა რესტორანში ისიამოვნა კერძებით, ვიღაცა ფილმს უყურა და ამაზე დაიწყო მეგობრებთან საუბარი. და ბევრ მაგალითს აღარ ჩამოვთვლი ამის შესახებ. მაგრამ ესეთ მომენტს გეტყვით, რომ ამაში თქვენ თანხას არავინ არ გიხდიდათ. ამას გასცემდით უბრალოდ გულწრფელად. მაგრამ ხომ არ იქნებოდა ცუდი? ამაში ვიდმეს თქვენთვის თანხა გადაიხადათ. ხომ უფრო ლოიალურები გახდებოდით კონკრეტული ბრენდის, მაღაზიის და ასე შემდეგ. მე მაგალითად მასე ვიქნებოდი. და სწორედ შემდეგი ბიზნეს მოდელი ეხება ამ საკითხს. ეს არის სარეკომენდაციო ბიზნეს მოდელი, რომელი კომპანიებიც მუშაობენ, ისინი თავაზობენ პროდუქტს ან სერვისს, ან ორივეს ერთად, ჰიბრიდულ მოდელით და უკვე შემოვიდა ბაზარზე ესეთი კომპანიები, ერთ-ერთთან მე თანამშრომლობ და თან საშუალებას გაძლევენ, რომ მართლა ითანამშრომლობთ. თქვენ ჯერ ხდებით მომხმარებელი და შემდეგ საშუალება გეძლევათ, რომ რეკომენდაციების საშუალებით თანხები გამოიმუშაოთ. ამ სისტემის არსიც ეს არის, რომ კმაყოფილი მომხმარებელი გამოიმუშავებს თანხებს. და ეს არის პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრია, ეს არის სარეკომენდაციო ბიზნესი, affiliate მარკეტინგი, იგივე რაც ქსელური მარკეტინგი. თუ ტრადიციული ბიზნესში პროდუქტის მიწოდება ხდებოდა მწარმოებლიდან გარკვეული შუამავალი რგოლების საშუალებით მომხმარებლამდე, ქსელურ მარკეტინგში ეს ვარდება მთლიანად და აქ ჯდება მომხმარებელი ისევ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული მწარმოებელთან და მას აქვს საბითუმო ფასში პროდუქტი. 30%-იანი ფასდაკლებით სტანდარტულად ასე არის ხოლმე. და შემდეგ, როდესაც რეკომენდაციას გასცემს ეს მომხმარებელი და სხვა იძენს ამ პროდუქტს, ამაში უხდის კომპანია გარკვეულ თანხას, რაც არის ფაქტობრივად ეს რეკლამაში ჩადებული თანხა. თუ ტრადიციულ ბიზნესში მილიონობით თანხები იდებოდა ცივ რეკლამაში, ქსელური მარკეტინგის კომპანიები დებენ ისევ თავიანთ კმაყოფილ მომხმარებლებში. და ასეთ კომპანიებში ყოველთვის პროდუქტი და სერვისი არის უმაღლესი ხარისხის. იმიტომ რომ თუ არ იქნება მაღალი ხარისხის და კმაყოფილი არ იქნება მომხმარებელი, ბუნებრივია ის არ დაიწყებს რეკომენდაციების გაცემას და ამით ჯაჭვი გაწყდება. ამიტომ ყოველთვის ინარჩუნებენ მაღალ ხარისხს.
ასეთი მოდელით მომუშავე კომპანიები იძლევიან იმის საშუალებას, რომ შექმნან როგორც მომხმარებლები, აგრეთვე მოტივირებული ადამიანები, ვინც ხედავენ ამ საქმის ძალას და თავიანთ შრომაზე დაყრდნობით, დამატებით ან დიდ შემოსავალზე გასვლის საშუალებას, რასაც უზრუნველყოფს სწორედ გაწერილი მარკეტინგ გეგმები, რის საშუალებითაც კომპანია გიხდით თქვენ სწორედ იმ თანხებს, რაც უნდა ჩადებულიყო ცივ რეკლამაში. ისევ დებს ამას კმაყოფილ მომხმარებელში. ტრადიციული ბიზნესში თუ ის მომენტი გააზრებულია, რომ ასეც და ისეც გასცემს კმაყოფილი მომხმარებელი რეკომენდაციას და ამაში თანხას არ იღებს, ქსელური მარკეტინგის კომპანიები იყენებენ სწორედ ასეთ მოდელს და მომხმარებელს ორმაგად და სამმაგად ლოიალურს ხდიან, რაც შემდეგ მეტ და მეტ ბრუნვებსაც უწყობს ხელს. აქ თქვენ შემოსავალი შეგიძლიათ შეიქმნათ როგორც პროდუქტების გაყიდვით, აგრეთვე სამხმარებლო ქსელის შენებით, რაც გარკვეული პერიოდის მერე თქვენ ჩაურევლად მუშაობს და შემოსავალი შემოვა. ეს ანუ თქვენს გარეშე მოხდება პროდუქტების და სერვისების რეალიზება. აი იმ შექმნილი ბრუნვიდან გამომდინარე კომპანია გადაგიხდით თქვენს თანხებს. სწორედ იმ მარკეტინგ გეგმების დახმარებით, რაც მანამდე ვახსენე და ეს მარკეტინგ გეგმები ყველასთვის ერთნაირად მუშაობს. თქვენ აგრეთვე შემოსავალს იღებთ მაშინაც კი, როდესაც თქვენ შესაძლებლობას უზიარებთ სხვებს. და სხვები მოდიან, იწყებენ საქმეს, თქვენ ასწავლით, როგორ გააკეთონ ეს საქმე და ისინი როდესაც უკვე გადიან შედეგებზე, შოუმენ თავიანთ თანხებსთან გამომუშავებას ქმნიან თავი საქონელ ბრუნვებს, ამაში რახან თქვენ დაეხმარეთ ამ ადამიანს, კომპანია გიხდით. და რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებთ ასე შექმნათ საქონელ ბრუნვებს, მით უფრო მეტ თანხას გადაგიხდით კომპანია თქვენ, რადგან დაინტერესებულია და თქვენ ამით мотивაციას გაძლევთ მეც. რომ გააკეთოთ მეტი და მეტი და ამით კომპანიაც სარგებელში რჩება და თქვენც სარგებელში რჩებით და იგივე უფლებები აქვს ზუსტად იმ ადამიანებსაც, ვინც შემდეგ იწყებს ბიზნესს. მათაც შეუძლიათ იგივე აკეთონ. და ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქმნის პასიურ შემოსავალს და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მივაღწიოთ ფინანსურ თავისუფლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვინდა ვიყოთ თავისუფლები. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი როდის იწყებს ამ საქმეს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს ეს საქმე ადამიანმა და თავის შრომის მოყვარეობას დაყრდნობით დადოს დიდი შედეგები. მოდით ახლა შევადაროთ ტრადიციული ბიზნესი და ქსელური მარკეტინგი. ტრადიციული ბიზნესს როდესაც ვიწყებთ, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი თანხები, რაც არის დაკავშირებული დიდ რისკებთან. აგრეთვე ეს ყველაფერი, ანუ შედეგი არის დროში გაწელილი და როცა ჩვენ ეს თანხა გვჭირდება, არ გვაქვს თან, იმიტომ რომ და ამის დასაწყებად და ვიღებთ ვალებს და ამ ვალებს როდესაც ვდებთ საქმეში, ხშირად ფატალურადაც კი სრულდება. მაგრამ თქვენ როდესაც იწყებთ ქსელურ მარკეტინგს, თქვენ გაქვთ ძალიან მინიმალური დანახარჯი სტარტზე და აგრეთვე სწრაფად შეგიძლიათ გადახვიდეთ მოქმედებაზე და პირველი შედეგები დაინახოთ. ქსელურ მარკეტინგში როდესაც მოდიხართ, თქვენ რომელიმე კომპანიასთან იწყებთ თანამშრომლობას და თანამშრომლობა როგორი სახისაა, თქვენ მათ პროდუქტს ან სერვისს იძენთ, რითაც ხდებით კომპანიის ბიზნეს პარტნიორი, ანუ თანამშრომლობას იწყებთ ამით, რაც მერყეობს $130-დან $300 ყველაზე მინიმუმ. და ამით თქვენ უკვე მოგებულები ხართ იმ ხრივ, რომ ეს პროდუქტები და სერვისები თქვენ მიიღეთ საბითუმო ფასში. ამ საქმეში, როდესაც მოდიხართ, თქვენ არ გიწევთ სხვადასხვა საბუთების, ლოჯისტიკის და პროდუქტების საკითხების მოგვარება. ამისთვის არსებობენ კომპანიაში კორპორაციული ჯგუფი, ვის ასეთ საკითხებს აგვარებს. ერთადერთი თქვენ რასაც აკეთებთ, ის არის, რომ პროდუქტის და სერვისის რეალიზებას ახდენს, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რას და როგორ იზავთ. აქ რაღაც კონკრეტული ვალდებულებები არ არსებობს. პროდუქტსაც შეეხება. ტრადიციული ბიზნესში როცა გვაქვს პროდუქტი, ძირითადად შემთხვევაში აქვს ყველას, რაც დიდ შანსს ხდის, რომ ჩვენი მომხმარებელი სხვასთანაც
შეიძლება წავიდეს. რაც არ უნდა ფასდაკლებები ვაკეთოთ, სხვებიც აკეთებენ ამას და ძალიან დიდია კონკურენცია. ხოლო ქსელურ მარკეტინგში პროდუქტი ან სერვისი არის ექსკლუზიური და ძალიან ცოტას აქვს მსგავსი სოფლიოში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მომხმარებელი მოვა თქვენთან და არ წავა დაუშვათ სხვასთან. სანდო ადამიანს რაც შეეხება. ვისაუბრებ ხა ტრადიციულ ბიზნესზე. ტრადიციულ ბიზნესს ჩვენ როდესაც ვაკეთებთ, ამას არ ვაკეთებთ მარტო. ან ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც დავაყრდნობით, მაგრამ სანდო ადამიანების მოძებნა არის ძალიან რთული. ოჯახის წევრებიც კი არინდობენ ერთმანეთს, როცა საქმეზე მიდგება. როგორც ტრადიციულ ბიზნესში, აგრეთვე ქსელურ მარკეტინგში გვჭირდება სანდო ადამიანები და სანდო ადამიანები თვითონ ხვდებიან ადგილზე. ან მთელი გუნდი, რომელიც არის დაინტერესებული შენ წარმატებაში. იმიტომ რომ შენ როდესაც დადებ შედეგებს, ეს მათი შედეგიც არის. და ეს უკვე ძალიან მაგარია, იმიტომ იმის საშუალებას იძლევა, რომ ისინი ჩაიდებიან შენში ბოლომდე. და ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს, ეს არის ცოდნა. შენ თუ არის ბიზნესის კეთება ვერ გააკეთებ. რასაც ტრადიციული სწავლების მეთოდები არ იძლევა. ანუ შენ როცა რაღაცას იწყებ, შენ უნდა მიიღო ინფორმაციები არატრადიციული გზით და ეს როგორ უნდა მიიღო, ვისაც უკეთებია, იმას უნდა კითხო, როგორ გააკეთო ეს შენ. ანუ უნდა წახვიდე ვინმე ბიზნესმენთან, მაგრამ შენ როდესაც მიხვალ ამ ცოდნის ასაღებად, მას თუ შენთან ინტერესი არ აქვს, მაშინ არ გასწავლეს უბრალოდ. და რაც შეეხება ქსელურ მარკეტინგს, თქვენ როდესაც ქსელურ მარკეტინგში მოდიხართ, გვხვდება მთელი გამზადებული სასწავლო სისტემა, რასაც გასწავლიან პროფესიონალები. ამ საქმის ანიბანის, როგორ გააკეთო, იმიტომ რომ თქვენში დებენ ენერგიას, თქვენი წარმატება, მათი წარმატებაც არის და ეს ყველაფერი კეთდება გუნდურად. თქვენ აგრეთვე გვხვდებათ ბიზნესში, როდესაც მოდიხართ, პირადი მენტორი, რომელთან ერთადაც აკეთებთ თავიდან ბიზნესს, სანამ ალღოს აუღებთ. თავარია აქ სურვილი იყოს და ადამიანები მზად არიან, რომ დაგეხმარონ თქვენ გზის გაკვალვაში ამ საქმეში. თქვენ როდესაც აქ პარტნიორი ხდებით, ანუ აკეთებთ შეკვეთას, თქვენ ამ ძალიან მაგარ ინსტრუმენტზე მიგიწვდებათ ხელით, ამ სასწავლო სისტემაზე, რომ სულ თუნდაც რომ თქვენ ეს საქმის კეთება არ გააგრძელოთ, ხოლოდ ამ სწავლებებს დაესწროთ, თქვენ დაგეხმარება თქვენი საქმიანობის განვითარებაში. მიუნხენში, როდესაც ვიყავი საერთაშორისო ბიზნეს სწავლებაზე, ჩემი კომპანიიდან, იქ გაჟღერდა ესეთი ფრაზა, რომ ეს არის რეალური მეწარმეული სკოლა და ამაში სრულიად ვეთანხმები. ეს საქმე არის საუკეთესო ბერკეტი იმისთვის, რომ თუ ბიზნესები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვეულებრივ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ გადავიდეს ბიზნეს სამყაროში, რადგან ძალიან დიდი ინვესტიციებია საჭირო, ამით საშუალება იქნება, რომ დაიბადონ ახალი ბიზნესმენები და ბიზნესვუმენები, ვისაც რეალურად უნდა რაღაცების შეცვლა ცხოვრებაში და შექმნან თავიანთი შემოსავლები და გავიდნენ მასშტაბებზე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, განუჩნდა თავის წარსულისა, სქესისა, ეროვნებისა, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს საქმე დაიწყოს, ისწავლოს ადგილზე და გავიდეს დიდ შემოსავლებზე. ყველა შეიძლება დაიწყოთ ეს საქმე, თუ ტრადიციულ ბიზნესშია დიდია თანხები საჭირო. აქ ძალიან ცოტაა დასაწყებად, ძალიან ცოტა. დანარჩენი კი არის დამოკიდებული თქვენს ადამიანურ რესურსებზე. ეს საქმე იძლევა საშუალებას მასშტაბურად იაზროთ და საერთაშორისო ბაზარზეც კი გახვიდეთ და შექმნათ სხვადასხვა ქვეყნებში ბრუნვები. ამ ყველაფერთან ერთად ერთ რაღაცას მინდა გაუსვა ხაზი. როგორც ტრადიციულ ბიზნესში არის საჭირო შრომა, აქაც სწორედ იგივენაირად გიწევთ.
შრომა ამ საქმეში ფასდება და მე როდესაც მიუნხენში ვიყავი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაზე, იქ ვნახე 20-დან 25 წლამდე გოგოები და ბიჭები, რომლებიც იდგნენ სცენაზე 5000 კაციანი დარბაზის წინაშე და ატარებდნენ ტრენინგებს და მათი შემოსავლები უკვე იყო წლიური მილიონი და მათაც ნულიდან დაიწყეს ეს საქმე და ეს შეუძლია შექმნას ყველას. თავარია იყოს სურვილი, მონდომება და ქმედება. მეტი არაფერი არ არის საჭირო აქ. და მე ამისთვის ვიბრძვი ყოველ დღე. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოს ჩავწერ როგორ განვასხვავთ ნამდვილი ქსელური მარკეტინგის კომპანიები მავნებლური სქემებისგან, ფინანსური პირამიდებისგან. დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოს. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.